თქვენს ეკრანებზეა საუკეთესო კავკასიელი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. ქართველი ჰალკი სულ რაღაც 5 წლის განმავლობაში ასე შეიცვალა. მან 100 კილოგრამი მოიმატა სტეროიდების გარეშე. კლავჭიდში მას თანასწორი არ ყავს. მისი ყველაზე რთული დაპირისპირება იყო ლეგენდარული ამრესლერის დენის ციპლინკოვის მოსწავლესთან. შეხედეთ ამ კოლოსალურ განსხვავებას ხელის გულების ზომაში. ბრძოლა დაიწყო, მაგრამ სპორტსმენების ხელები მაშინვე გაექცა ერთმანეთს. ასეთმა სიტუაციამ ლევანი გააბრაზა და ის პირდაპირ მნიშვნელობით უყვიროდა მეტოქეს. ლალეტინის მწვრთნელის სახის გამომეტყველება კი ყველაფრის მთქმელია. მეორე რაუნდი ვიტალის შეტევით დაიწყო, მაგრამ საგინაშვილმა ინიციატივა აიღო და საბედნიეროდ ლალეტინისათვის ეპიზოდი დასრულდა. შესვენების შემდეგ რუსმა მოულოდნელი შეტევით გააოცა, მაგრამ საგინაშვილს ქართველი ჰალკი ტყუილად არ ჰქვია. მან დიდი ძალისხმევით დაიბრუნა უპირატესობა. ბოლო ძალები მოიკრიფა, ზეწოლა ქვემოდან დაიწყო და გაიმარჯვა.